გუშინ მეტამ დაგვიბლოკა Facebook გვერდი მონიტორის შესული იყო საჩივრები, როგორც ვიცით, არაერთი საჩივარი იყო ჩვენს წინააღმდეგ შესული. გვედავებოდნენ საავტორო უფლებების დაცვას, ეს როგორც ჩანს არის მიღებული პრაქტიკა და ამ საფუძველზე ადვილად ბლოკავენ სხვადასხვა გვერდს. თუმცა ჩვენ დავუსაბუთეთ მეტას და მათ ძალიან სწრაფად აღადგინეს ჩვენი Facebook-ი. თუმცა იქამდე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ზეიმი პროპაგანდაზე ზეიმობდა პარლამენტარი ნინო წილოსანი, მან ვერ დამალა სიხარული იმით, რომ მონიტორი იყო გათიშული რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook-იდან. მე ვფიქრობ, რომ აშკარა არის, რატომ აწუხებთ მათ მონიტორი ასე ძალიან. ჩვენ ვამზადებთ ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომელიც არის კრიტიკული მათ მიმართ და ბუნებრივია, რომ მათ არ სურთ ჩვენი ხმა ისმოდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოძიება, რომელიც თქვენ დადეთ უკვე არა კონსორციუმის ფარგლებში, ხომ? საგამოძიებო ჟურნალისტური ქსელის, არამედ მონიტორმა განაგრძო აი ამ საერთაშორისო ქსელით გამოვლენილი ძალიან მძიმე დანაშაულის ფაქტის ძიება და აღმოაჩინეთ რა, რომ ეს ხალხი ვინ ჩარშან დასახელდა, არის გამოძიების ქვეშ კი არა, არის საპატიმროებში კი არა, აი მაგალითად ვახოსანაი ახლა საპატიმროშია. მილიონობით დოლარის თაღლითურად მომპოვებელი ხალხი კი არის იმავე საქმიანობაში ჩართული ახალ მისამართზე, ზუსტად იმავე ფორმატის სამუშაოებს ასრულებს. მოდით ვთქვათ, რამდენი ადამიანია ეს, რამდენ ადამიანს ეხება ეს საკითხი და პროკურატურა დღესვე აი ამ წუთშივე, რახან ამ დრომდე არ დაინტერესდა, უკვე რას უნდა აკეთებდეს თქვენი გამოძიების შედეგად. დიახ, ჩვენ მოვახერხეთ შარშან გაგვერკვია ის, რომ 6100 მსხვერპლი ყავდათ ამ კონკრეტულ call centers ევროპის და კანადის მასშტაბით, ოღონდ მხოლოდ 3 წელიწადში. ამის შემდეგ რამდენით გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა ჩვენთვის სამწუხაროდ უცნობია, თუმცა ჩვენ დავადასტურეთ ის, რომ ჩვენს მიერ შარშან გამოვლენილი თაღლითური ჯგუფის წევრები, რომლებზეც დაიწყო გამოძიება პროკურატურა მას შემდეგ, რაც ჩვენ ისინი გამოვავლინეთ, თავისუფლად გადაადგილდებიან, უფრო მეტიც ისინი აგრძელებენ მუშაობას. აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ შარშან ვაჩვენეთ ორი მისამართი, ერთი იყო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე AK ჯგუფის ოფისი, მეორე იყო შარტავას ქუჩაზე მდებარე ოფისი. ჩვენ ვიცოდით, რომ მაშინ ჰქონდათ მათ მესამე ოფისი, ეს იყო დიღომში. ვიცოდით, რომ იყო მირიან მეფის ქუჩაზე, თუმცა შარშან ვერ მოვახერხეთ დაგვედასტურებინა სად მდებარეობდა კონკრეტულად. აი წელს კი შევძელით ამ მესამე მისამართის აღმოჩენა. რეალურად ისინი ახალ მისამართზე კი არ გადასულან, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ შარშან არ ვაჩვენეთ ეს მისამართი, გააგრძელეს ჩვეულებრივად მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი. მათ არ შეუცვლიათ მისამართი, მათ არც ავტომობილები შეუცვლიათ, უფრო მეტიც ახალ ავტომობილებს იძენენ, უბრალოდ სხვის სახელზე აფორმებენ ამ ავტომობილებს. რა მხელატრია ეს, რამდენი ადამიანია ჩართული ამ პროცესში თქვენი დათვლით? დიახ, ანუ ჩვენ ხელმძღვანელობას გულისხმობ და აი მათ ვინც იდენტიფიცირებული ყავთ ნამდვილად თანამდვილებით აი ამ თაღლითური სქემის მუშაობის პროცესში. დიახ, ჩვენ ვიცით ამ call center-ის ხელმძღვანელი, ის არის აკაკი ქევხიშვილი, რომელიც გადაადგილდება რამდენიმე დაცვის წევრით. მეორე, რომელიც მასთან ერთად ასევე უძღვება ამ საქმიანობას, არის მერი შოთაძე, ისიც ასევე შარშან გამოვააშკარავეთ. რაც შეეხება უშუალოდ სავარაუდოდ აგენტებს, ორი სართული ჰქონდათ მათ დაკავებული მირიან მეფის ქუჩაზე, დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი არის. ჩვენ ვხედავდით არაერთ ავტომობილს, ეს იმართლა გითხრათ, ზუსტი რაოდენობის დასახელება გამიჭირდება, რამდენი ადამიანი იყო ამ call center-ში დასაქმებული, თუმცა აი საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობდა, ალბათ დაახლოებით ისევ 80-მდე. რაც შეეხება რეაგირებას, ჩვენ ახლა მოვისმინეთ თქვენი კოლეგა ამბობდა, რომ პროკურატურამ გითხრათ, რომ ხელი შეეშლებათ ამის შემდეგ ამის გამოძიებაში, რახან თქვენ გახსენით ეს საქმე ფაქტობრივად, რა უშლიდათ ხელს მათ, რომ იგივე გაეკეთებინათ. აი მოდით მაყურებელს ავუხსნათ, საგამოძიებო ჯგუფმა როგორ იმუშავა. რა სჭირდებოდა მინიმუმ, ახლა თქვენ ხელთ არ არის ის რესურსები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების ხელთ არის, ხო? თქვენ აი თქვენი მინიმალური შესაძლებლობების ფარგლებში როგორ იმუშავებთ?
ჩავეთ და რა უნდა გაეკეთებინა პროკურატურას იმისთვის, რომ თუ უნდოდა, თუ არ იცოდა, მოდი ასე დავსვათ კითხვა, ოღონდ ჭყალებში ჩავსვათ ეს ყველაფერი, ვინაიდან ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ვინმე რამე არ იცის ამ ქვეყანაში, ვისაც უნდათ ვინ ვის რას წერს და ვინ ვის რას ელაპარაკება, იშიფრება უკანონოდ სხვათა შორის პირდაპირ საუბრები და ასე შემდეგ. აი რა უნდა გაეკეთებინა პროკურატურას, თუ კი მას ექნებოდა პოლიტიკური ნება ამ საკითხის გახსნით და თუ მას არ ჰყავდა ამ საქმის მფარველები. დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა. პროკურატურას ჯერ ერთი უკვე ჰქონდა ინფორმაცია AK ჯგუფის აგენტების შესახებ, მათ შორის იცოდა ვინ არის მათი ხელმძღვანელი ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებიდან. შარშანდელ გამოძიებას გულისხმობ. ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები, უტყუარი, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს ადამიანები არიან თაღლითური ჯგუფის ხელმძღვანელები და აგენტები. ისინი საკუთარ თავს თავად უწოდებენ სკამერებს, ასევე აუდიო ჩანაწერები გვქონდა, სადაც ისმოდა როგორ ძარცვავდნენ ისინი ადამიანებს და შემდგომ როგორ დასცინოდნენ მათ. ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ყველა გვეკითხება სადაც ამ გამოძიებაზე გვიწევდა საუბარი, სად არიან ახლა ეს აგენტები. აი მონიტორი დაინტერესდა, სად არიან ეს აგენტები და 6 თვის განმავლობაში იკვლევდა და გავარკვიეთ, სად არიან. ეს არის მირიან მეფის ოფისი, რომელსაც ვიღებდით, აი ჩვენი სამუშაო პროცესი დაახლოებით იყო ესეთი. მივდიოდით დილით, რამდენიმე საათს ვატარებდით ავტომობილში და იქიდან ფარულოდ ვიღებდით მირიან მეფეზე მდებარე ოფისს, სადაც შედიოდნენ ჩვენთვის ნაცნობი ავტომობილები, ჯერ კიდევ შარშანდელი გამოძიებიდან. ერთ-ერთი ასეთი გადაღების დროს გამოჩნდა აკაკი თევხიშვილი თავისი კორტეჟით, ერთი არის დაცვის მანქანა, მეორე უკვე დაყადაღებული მისი ავტომობილი, კიდევ ერთი გადაღებისას გამოჩნდა მერი შოთაძე თავისი ავტომობილით. და ამას ვიღებდით რეგულარულად, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ ეს ადამიანები იქ ერთჯერადად კი არ მისულან, არამედ მუდმივად და დანამდვილებით იქ მუშაობდნენ. სწორედ ამ მასალებს ვაგროვებდით 6 თვის განმავლობაში. 1 ივლისს პროკურატურას შევატყობინეთ, სად მდებარეობს კოლ-ცენტრი, სავარაუდოდ, თუმცა პროკურატურამ 1 თვის განმავლობაში აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ თუნდაც გაერკვია მართლა მდებარეობს თუ არა იქ თაღლითური კოლ-ცენტრი. 1 ივნისის მერე რასაც თქვენ ამბობთ, რომ შეატყობინეთ პროკურატურას, ეს კოლ-ცენტრი განაგრძობდა მუშაობას. ჩვენ ბოლოს მათი კადრი იქ გადავიღეთ 21 ივლისს და ვიცით, რომ მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს ოფისი, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიების ანონსი. ახლა ამჯერად ქირავდება ეს ოფისი და ისინი ალბათ ახალ მისამართზე გადავლენ. პროკურატურამ შარშან გვითხრა პირველი გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, რომ აი არასწორად მოვიქეცით ჩვენ კენიშვარდლენით, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავე იმაში, რომ ეს აგენტები ქვეყნიდან გაიქცნენ. ეს შარშანდელი კომენტარი იყო, მე მეგონა წლევანდელი კომენტარი იყო ის, რომ უბრალოდ არაფერი არ გვითხრეს, რომ თქვენ ართან გერმანიის პროკურატურისგან ელოდებიან რაღაცებს და ისევ რაღაცა უცნაური პასუხი გაქვთ საკმაოდ. რო ვუთხარით გადაამოწმეთ თუ არა მირიან მეფეზე მისამართი, გვითხრეს არაფერი არ გვიპასუხეს ამაზე. შარშან ასევე გვითხრეს, რომ შარშან ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ აი თქვენ გააქციეთ ეს აგენტებიო და აი ხო გამოჩნდა წელს, რომ ისინი არსად არ გაქცეულან, აქ არიან. ვუთხარით ერთი თვით ადრე გამოქვეყნებამდე, რომ აქ არიან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. ამაში ჩანს ნება, ჩანს არაეფექტიანობა გამოძიების და ჩანს, რომ ამ ადამიანებმაც კარგად იციან, გულისხმობ კოლ-ცენტრის აგენტებს, კარგად იციან, რომ ისინი დაუცველები დარჩებიან, სწორედ ამიტომ გადაადგილდებიან თავისუფლად. კიდევ ერთხელ გავუმეოროთ ჩვენს მაყურებელს, მე გავიმეორებ, რომ თქვენ კოლ-ცენტრის არსებობა დადასტურებულად შეატყობინეთ პროკურატურას 1 ივნისს და ბოლო კადრები გადაიღეთ 21 ივლისს, როდესაც ეს ოფისი ისევ მუშაობდა როგორც კოლ-ცენტრი. ადასტურებს თუ არა, მოდით ეს რიტორიკული კითხვა დაუტოვოთ მაყურებელს, ეს ფაქტი იმას, რომ ამ კოლ-ცენტრს ყავს მფარველები და ეს მფარველები არ არიან რიგითები და ეს მფარველები თვითონ აკონტროლებენ პროკურატურასაც და ყველა საგამოძიებო უწყებასაც. ასე გამოდის. აი მოდით ეს მივცეთ განსახილველად აუდიტორიას, საინტერესოა რა რეაქცია აქვს ასეთ ცნობებზე თავად ოლიგარქ ივანიშვილს. აი ხომ გაიგო ახლა მან თუ აქამდე არ იცოდა რომ ეს ხდება. ხო, მოდით ესეც ბჭყალებში ჩავსვათ, ხომ ეს კითხვაც მასთან მიმართულია. აი საინტერესოა ამის შემდეგ რა მოხდება. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეს ფილმი ახლა
ახლა საგამოძიებო ფილმი დევს ყველა პლატფორმაზე და ყველა შეუძლია ის ნახოს ძალიან კარგად. მადლობა მარიკა დოდუნიას საინტერესო გამოძიებისთვისაც ჩვენ ქვეყნისთვის საგამოძიებო ჯგუფს მონიტორისაც შეაქვს უდიდესი წვლილი ჩვენ ქვეყნის განვითარებაში, ასე ვთქვათ, კონტროლში, ძალაუფლების ფონდთა კონტროლში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ეს ძალაუფლება გასულია ყველა ზღვარს. მადლობა თქვენ.